ერთხელ ამბა მაკარისთან ცხონების გზის მაძიებელი 7 ალექსანდრიელი ძმა მივიდა. ამბამ ამოიოხრა, გახსნა თავისი ბაგე და მიუგო. თუ თქვენ ბერები ხართ, ერთში არ უნდა იაროთ და არც ისეთ ადგილებს უნდა ეწვიოთ, სადაც ერისკაცები მრავლობენ. გახსოვდეთ, ვინც წუთისოფელი უარყო და მონაზონთა დასში გაერთიანდა, მაგრამ ამავე დროს ხალხში რჩება, ის საკუთარ თავს ატყუებს. აბა დაფიქრდით, რა შეუძლია ბერს ერისკაცისგან მიიღოს, გარდა ხორციელი განსვენებისა. იქ, სადაც სხეული განისვენებს, შეუძლებელია საკუთარი თავის უარყოფა არსებობდეს, მით უფრო როცა ეს სხეული მონაზონს ეკუთვნის. მას იმიტომ ჰქვია მონაზონი, რომ დღე და ღამ ღმერთთან საუბრობს. მხოლოდ მასზე ფიქრობს და ამ ქვეყნიური არაფერი გააჩნია. ერისკაცებთან მას შეუძლია დაჰყოს ერთი, ყველაზე მეტი 2 დღე და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გაყიდოს ხელსაქმე და აღებული თანხით შეიძინოს აუცილებელი სახმარი. ამის შემდეგ სასწრაფოდ უნდა მიაშუროს თავის სენაკს და მოინანიოს ღვთის წინაშე, რომ ეს დრო ყოფით საზრუნავს მოახმარა. ვინც სხვაგვარად იქცევა, სინამდვილეში არ არის მონაზონი. ერისკაცებთან ხშირი ურთიერთობით იგი თანდათან ასე იცვლება. როცა პირველად ერისკაცთა შორის აღმოჩნდება, სიტყვა ძუნწობს, თავმდაბლობს და ასე გრძელდება, ვიდრე მის შესახებ ხმა არ გავრცელდება, რომ ეს და ეს ბერი ჭეშმარიტი ღვთისმსახურია, წმინდა ადამიანიაო. ეს შეფასება რომ ესმის მდაბალი რომც იყოს, აპარტავნებას იწყებს. ამ დროს ბოროტიძალა შთააგონებს ერისკაცებს მიუტანონ მას ღვინო, ოქრო და ასე შემდეგ. ისიც თითქოს თავს უყადრებსო აპარტავნული თავმდაბლობით, მათთან ერთად ჯდება სუფრასთან, ჭამს, სვამს, ისვენებს. ფსალმუნთა კითხვისას ხმას იმაღლებს, ლამაზად გავლობს, რომ ერისკაცებმა თქვან ძლიერი მლოცველიაო. შექებისას ამაყობს და ქედმაღლობს. და აი, სწორედ აქტოებს მას საბოლოოდ სიმდაბლე. საკმარისია, ვინმე მუხეში სიტყვა უთხრას, იგი მაშინვე კიდევ უფრო მეტი უხეშობით უპასუხებს. და ასეთი სახით, აპარტავნებით ნასაზრდოები, რისხვა თანდათან გაიზრდება მასში. ამას ერთვის გულის თქმათა მოზღვავებაც, რადგან ხშირად ხედავს თავის ირგვლივ ქალებს, ჭაბუკებს და ესმის ამაო საუბრები. იწყებს მთელი წლის სამხარის მომარაგებას თავისთვის და ვითომც და იმისთვის, ვინც მასთან სტუმრად მივა. ასე შეუდგება ოქრო ვერცხლის დაგროვებას, აორმაგებს მარაგს. სინამდვილეში კი სულ უფრო მეტად ამრავლებს თავის უბედურობას, ვიდრე დემონი არ დასცინებს ნიშნის მოგებით. მე განგაშორე ღმერთს და ჩაგაგდე ვერცხლის მოყვარეობის უსკულშია. როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, ყოველგვარი ბოროტების ფესვია ვერცხლის მოყვარეობა. როგორც შორსა ერთმანეთისგან ცადა დედამიწა, ასევე შორს არის ღვთის დიდება ვერცხლის მოყვარე მონაზვნისაგან.